გამარჯობათ. ეს არის სკოლა თაობის პოდკასტი. ჩვენ დღეს ვისაუბრებთ სხვა საკითხებზე, რომელიც შეეხება, რა თქმა უნდა, განათლებას. დღეს ვართ თორნიკე ზაქარაძე, ირაკლი მიქელაძე და ჩვენი სტუმარი მარიამ თედორაძე, მე-12 კლასის მოსწავლე. დღეს ძირითადად ვისაუბრებთ აბიტურიენტობაზე და ამ პროცესზე და დავიწყოთ ესეთი კითხვით, მარიამ. ხშირად არის მოსაზრება, რომ აბიტურიენტობა ნიშნავს, რომ იწყებ რეპეტიტორებთან სიარულს. შენიადაც კავშირშია აბიტურიენტობა და რეპეტიტორი უნდა ყავდეს უეჭველი ერთმანეთთან. კი, სამწუხაროდ ბევრისთვის ასეა მიღებული და ბევრის აზრით აბიტურიენტობის პერიოდი პირდაპირ ასოცირდება რეპეტიტორთან მომზადებასთან, მაგრამ ჩემი აზრით ძალიან არასწორი შეხედულებაა, იმიტომ რომ რეალურად შეიძლება დამოუკიდებლად უფრო კარგად მოემზადოს ამ შემთხვევაში მოსწავლე, ვიდრე რეპეტიტორთან ყოფნით, იმიტომ რომ რეპეტიტორთან სიარული ასოცირდება დამატებით როგორც ფინანსურ ხარჯებთან, ისე დროის, ენერგიის და ეს ყველაფერი შეიძლება პირიქით უფრო მეტად ხელისშემშლელი აღმოჩნდეს, ვიდრე დამხმარე, იმიტომ რომ მე ბევრისგან გამიგონია, რომ აი რეპეტიტორთან სიარულის დროს გაცილებით უფრო დატვირთულები არიან და რეალურად თავიდან როცა ვფიქრობდი, რომ ეს მათთვის კარგი იქნებოდა პირიქით, აღმოჩნდა, რომ ამ დროს მათ მიერ მიცემული დავალების შესრულებასაც ვეღარ ასწრებენ ისე, როგორც საჭიროა და ანუ ეს აისახება უკვე მათ ხარისხზე. და საბოლოო ჯამში ხდება, რომ იცვლება ამ ადამიანების მიზანი, იმიტომ რომ თუ მიზანი არის მხოლოდ გამოცდის ჩაბარება, ამ დროს რეპეტიტორთან სიარულით, ასე ვთქვათ, იღებ უფრო მეტად ზეპირცოდნას, ვიდრე რაღაც უნარების განვითარებას და გამოცდილებას. და ეს ადამიანები, როცა ვერ ასწრებენ უკვე მომზადებას, შემდეგ იწყებენ იმას, რომ ასე ვთქვათ, როგორ დაარწმუნონ იმაში რეპეტიტორები, რომ მათ იციან კარგად მასალა, რომელიც რეალურად არ იციან. და ეს ყველაფერი პირიქიდან უფრო ცუდად აისახება, იმიტომ რომ თანხას, რესურს, დროს დებ იმაში, რომ ყავდეს ვიღაც, ვინც გაკონტროლებს და ამ დროს არ გაძლევს ეს არც უნარებს, არც ცოდნას, ანუ პირიქითაა. ანუ რეპეტიტორი უფრო თვითკონტროლისთვის სჭირდება, რაღაც გარეზე მოქმედების ძალა რო იყოს, რომელიც გაგაკონტროლებს. კი, იმიტომ რომ აი ბევრისგან მომისმენია, რომ უბრალოდ დამოუკიდებლად საკუთარი თავის რწმენა არ აქვთ, რომ რაღაც გაკეთება შეუძლიათ მარტო და ჭირდებათ ვიღაც, ვინც ამაში აკონტროლებს. ანუ უფრო დაზღვევის მიზნითაა ეს ყველაფერი, ვიდრე დახმარების. და რეალურად ამისთვის არსებობს სკოლა, ხო? ანუ პირიქით სკოლას უყურებენ ჩემი აზრით არასწორად, იმიტომ რომ სკოლა უნდა გამოიყენო ის საშუალება, როგორც აი თუ გინდა ვინმე კომპეტენტური პირისგან რჩევის მიღება, აქ არის მასწავლებელი, ხო? და ამ დროს ადამიანები უდგებიან ისე, რომ რეპეტიტორს თითქოს უფრო მეტად შეუძლია მათი დახმარება, რაც არასწორია. ანუ იდეაში ეხლა როგორ უწევს აბიტურიენტს, რომ თან დადის სკოლაში, რაღაც დღის პირველი ნახევარი და მერე კიდე დადის რეპეტიტორებთან, ხო? ეგრეა. ანუ უმრავლესობა ეგრეა, ყველა ეგრეა თუ ანუ როგორ აი შენ სამეგობრო წე ალბათ ყველა უმეტესობა აბიტურიენტი იქნება და როგორ არის ეს სტატისტიკა? და ძირითადად ანუ სკოლას უფრო აკლებენ ხელს შეიძლება ვიდრე რეპეტიტორთან მომზადებას და ამ დროს პირიქით უნდა იყოს რა, იმიტომ რომ ბევრს აქვს ის მოსაზრება, რომ მაგალითად სკოლაში არის ბევრი ბავშვი ერთად და ერთი მასწავლებლისთვის შეუძლებელია რომ ყველას მიაქციოს ყურადღება. რის გამოც მიდიან რეპეტიტორთან, მაგრამ ამ დროს რეპეტიტორთან ჯგუფში არის 20 ბავშვი. და რეალურად ნდობა რეპეტიტორის მიმართ რატომაა უფრო მაღალი ვიდრე მასწავლებელთან მიმართებაში არის ჩემი აზრით ისევ საზოგადოების გავლენა, იმიტომ რომ ამ პროცესში როცა ბავშვი მოსწავლე აბიტურიენტი დაძაბულია, რომ უნდა ჩააბაროს გამოცდა, ის არ ფიქრობს, რომ ეს უნდა გაკეთოს საკუთარი თავისთვის, აკეთებს ვიღაცისთვის რაღაცის, ასე ვთქვათ, საჩვენებლად და დასარწმუნებლად. და თუ საზოგადოების როლი და ასე ვთქვათ, ზეწოლა შემცირდება, შეიძლება რომ უკეთეს შედეგები იყოს და უფრო მეტად მიხვდეს ამ შემთხვევაში მოსწავლე, რომ რეპეტიტორთან სიარული საერთოდ არ აუცილებელი იმისთვის, რომ იყო, ასე ვთქვათ, კარგი, ანუ კარგად ჩააბარო გამოცდა რა. ანუ მე როგორც მიხვდეს, იგი რეპეტიტორთან სიარულით ეს ბავშვები, აბიტურიენტები თითქოს საზოგადოებას, რაღაც მშობლებს ან სხვებს უმტკიცებენ, რომ კარგად ვცდილობთ, ნახე, დავდივარ დამატებით ვემზადები და რაღაცა მაგისტრის არის. რაღაცნაირად შეჯიბრის პროცესი მსგავსება, რომ სხვაზე უკეთესი გამოჩნდე და ამ დროს, როცა მშობლების მხრიდან შეიძლება იყოს პირიქით ზეწოლა, რომ აუცილებლად უნდა მოამზადოს შვილი. რადგან ამით თითქოს უფრო მეტ ცოდნას მიიღებს, უფრო კარგად ჩააბარებს გამოცდას და ამასაც ხვებისთვის საჩვენებლად აკეთებს. ანუ ეს ყოველთვის ძალიან ისე მეშმაკის ადვოკატი ვიქნები მე ახლა ყოველთვის თითქოს უფრო მეტ ცოდნას მიიღებს თუ რეალურად ხო შეიძლება მართლა მეტ ცოდნას გაბოდოს, იმიტომ რომ ეს ხო ადამიანები ხო ფიქრობენ რაღაცას ზომავენ, ხო დროში ხო გამოცდილია ეს ჩვენს რეალობაში ხა ფაქტია მოცემულობა, რომ მე-12 კლასელობა როგორც ირაკლიმ შეკითხვა დასვა
ალეგორიულად მე მგონი, ანუ მართლა გულისხმობს აპრიორი იმას, რომ დადიხარ სადღაც და ემზადები, ანუ რომელ საგნებსაც აბარებ იმის მიხედვით თუ რაღაც როგორცა. ხო და ეს ადამიანები ამას რადგან აკეთებენ რამდენიმე წელია უკვე, ხო, სისტემატიური ხასიათი აქვს მიღებული. ესე იგი, სადღაც ამართლებს ალბათ ეგ ამბავი, ხო, აბა რატო გააკეთებდნენ იმას, რაც არ ამართლებს? რეალურად აქ გაჩნია მიზანს რა ტიპის ცოდნის მიღებაზე ლაპარაკობთ, იმიტომ რომ თუ მხოლოდ გამოცდის ჩასაბარებლად ვაკეთებთ რაღაცას, კი შეიძლება ეფექტური იყოს რეპეტიტორთან სიარული. მაგრამ რეალურად ანუ ეს ეროვნული გამოცდები ან აბიტურიენტების პერიოდი უნდა გამოვიყენოთ იმისთვის, რომ განვივითაროთ რაღაცის უნარი, რაც დაგვეხმარება შემდეგ უნივერსიტეტში, ხო? იმიტომ რომ უნივერსიტეტში როცა შედიხარ და გაქვს 200 გვერდი წასაკითხი და ამ დროს ლექტორი უბრალოდ გიხსნის ლექციას და გადის, იქ შენ დამოუკიდებელი ხარ, მარტო ხარ საკუთარ თავთან და ამ შემთხვევაში გჭირდება ის უნარი, რომ თავად გაიაზრო რაღაც. რასაც უკვე სემინარზე მიიტან და ამ დროს აბიტურიენტობის პერიოდი პირიქით უნდა დაგეხმაროს ამ უნარის გამომუშავებაში და არა ზეპირი ცოდნის მიღებაში. ანუ გამოდის რომ ეს მიზანია თითქოს ოღონდ ჩავაბარო და მე რაღაცა იქნება, ხო? და თან აი უნივერსიტეტის პერიოდშიც კი ჩაბარება უნივერსიტეტში მოხვედრა და დიპლომის აღება როცა ხდება აპრიორი, ამ დროს შეიძლება ფიქრობს ეს ადამიანი რომ აიღებს დიპლომს და წავა სამსახურში, ხო? და რეალურად სამსახურში გასაუბრებაზე შეიძლება მივიდეს ჩემთან ერთად სადღაც 20 ადამიანი, რომელსაც ასევე ექნება დიპლომი. ყოველწლიურად რამდენი ადამიანი იღებს დიპლომს და რამდენი აბარებს, ხო? და ამ დროს მე უნდა ვიმუშაო იმ უნარების გამომუშავებაზე, რომელიც უფრო მეტად დამეხმარება, ასე ვთქვათ, დამსაქმებლისთვის თავის მოწონებაში. ანუ რა მაქვს შესათავაზებელი ისეთი, რაც დიპლომისგან განსხვავებულია, იმიტომ რომ ეს ყველას აქვს. ანუ ეს ეროვნული გამოცდები არ უზრუნველყოფს ხო რაღაც უნარების და კომპეტენციების გამომუშავებას. არა, იმიტომ რომ აი იდეაში რაც უნდა იყოს, მაგალითად ტექსტის გააზრება. მე უნდა ვიცოდე ტექსტის გააზრება, შემეძლოს და არა დაზეპირებული მქონდეს ვთქვათ რეპეტიტორთან, რა უნდა შემოვხაზო პასუხებში. ან რა უნდა თქვა, როგორც ორიგინალური აზრი ხო ახლა უკვე ხშირად რაღაცა ჩარჩო არსებობს, ვთქვათ თუ მოგიწია რაღაცა აი ჩამონათვალი ხო არის თემ ვთქვათ რაღაცა ალუდა კეთელაური, იქ აუცილებლად უნდა თქვა, რომ ეს არის თემს და პიროვნებას შორის დაპირისპირება ინდივიდის და საზოგადოების პრობლემას რაღაცა არსებობს თითქოს წინასწარ გამზადებული შაბლონები ხო რომელიც ჩემი აზრი არ არის ვიღაცამ მითხრა უფრო კომპეტენტურმა შეიძლება თქვათ მასწავლებელმა მითხრა აზრი და იმ სხვის აზრს ვყიდი როგორც ჩემი აზრი და მე გამიგია რომ ადრე ვიცოდი რომ ნუ არსებობს რაღაც სქემები თქვათ პირობითად თემის ან ესეს წერის თქვათ სტრუქტურა და ეხა იმ დონეზე განვითარდა ეს რეპეტიტორობის ასე თქვათ კვალიფიკაცია რომ უკვე წინასწარ დაახლოებით თემების რაღაც ბანკივით არის, რომელიც ამას ვერ გაცდება ეროვნული გამოცდები და ეს თუ იცი ეს თემები თუნდაც ერთ-ერთი იყოს პიროვნება versus საზოგადოება, თქვათ კოსმოპოლიტიზმი, პატრიოტიზმი და რაღაც არის რამოდენიმე საკვანძო ამათ 15-20 თემა, რომელზეც არ ხით ჩატეხილების პრობლემა. ხო, არ გაცდება, ხო, ალბათ არის ეგეც, ხო, არის. კი, იმიტომ რომ აი მე ვისგანაც გამიგონია რეპეტიტორთან სიარულის დროს ყოველს აქვს ეს ჩანაწერები, სადაც პარალელების ან თუნდაც აბიტურიენტების ჯგუფში ყველა დაწერს თემას, ამ თემასთან დაკავშირებით რამე თუ იცით და შემდეგ ამას იმახსოვრებენ, იზეპირებენ, რომ ეს წერის პროცესში გამოადგეს და რეალურად აქ ფიქრის უნარი კვდება ჩემი აზრით. ხო პროცესი ფიქრის არ ანუ ის ეგრესიული ფუნქციური უნარები და კრიტიკული აზროვნება და შემოქმედებითი აზროვნება რაშიც არის ასე ვთქვათ ამ ორი ეგ უნარიცა ეგ არ ჩანს არსად როცა ტესტებს იქ აბარებ თუ წერ და რაღაც ანუ მიზანი მაგრამ პრინციპში ახლა ის რომ დავფიქრდეთ პრაგმატულად რომ შეხედო რა შეიძლება იყოს ამ საზოგადოებაში როცა ცხოვრობ, ვთქვათ 17 წლის მოზარდის, რომელიც აბარებს მიზანი, ხო? ანუ უნდა ჩააბაროს გამოცდეს, მაგით გაიზომება მისი წარმატება თუ წარმატებლობა იმ კონკრეტულ მომენტში, ხო ასეა? ხო ეგა და იქ თუ თხოვენ იმას, რომ რაღაცები უნდა გააკეთოს უბრალოდ ან რატო გადაუხვევს ამ გზას, ხო? ანუ რაც დაეხმარება იმ რაღაცის უკეთ გაკეთებაში, იმას გამოიყენებს ხა მე მგონი. სამწუხაროდ ბევრისთვის ასოცირდება ისე რომ უნივერსიტეტი არის წარმატების მისაღწევი ერთადერთი გზა. რეალურად ასე არ ხდება და ისევ საზოგადოების ეწოლა ზუსტად ბავშვს რომ აი ეს თუ არ ჩააბარებ შენ ვერ იქნები წარმატებული და რეალურად აბარებ იღებ რაღაც ცოდნას, მაგრამ ეს საერთოდ არ გეხმარება იმაში რომ გახდე წარმატებული ან იყო დასაქმებული, ხო? აი უნივერსიტეტშიც ისწავლება რაღაც გარკვეული სპეციფიკის საგნები, თუ უფრო პროფესიები ან ფაკულტეტები, რაც არის იურიდიული, საერთაშორისო არქიტექტურა და ანუ ძირითადად ადამიანი რომელსაც არ აქვს გადაწყვეტილი რა უნდა
უნდა რომ აკეთოს ცხოვრებაში, რჩევს ზუსტად ამ პოპულარულ მიმართულებებს, სადაც უფრო მეტი იქნება შემოსავალი, რასაც ურჩევს სხვა ან გავლენა ისევ საზოგადოების მხრიდან და რეალურად კონკურენცია იმდენად მაღალია, როცა არ გიყვარს შენი საქმის კეთება, ამ კონკურენციაში კიდევ უფრო რთულია დაიმკვიდრო შენი ადგილი. რანაირად მაგ ძირითადი პრობლემა ხო ისა, აი ეს შედეგია, ვთქვათ რეპეტიტორებთან რომ დადიან და მიზეზებზე რომ დავფიქრდეთ ერთ-ერთი ხო შეიძლება ეს იყოს რომ ალბათ ჩვენც ხო გქონია შეხება და შენს მეგობრებს რო შეეკითხო ან ჩვენც გქონია შეხება და უმრავლესობა მოზარდებისა ვთქვათ 14, 15, 16, 17 წლის ადამიანებს არ იცის ვთქვათ რა პროფესია უნდა ჰქონდეს ან რაზე უნდა ჩააბაროს და რაღაც რა არის მისი ძლიერი მხარე, რა არის ვთქვათ შედარებით სუსტი მხარე, რომ ამის მიხედვით გადაწყვიტოს რა უნდა ხო ასე. და სკოლამ მანამდე რა უნდა გააკეთოს, ანუ სკოლის როლი ხო დიდია აქ ან საზოგადოების ხო უნდა იმუშაოს ამ ბავშვზე დაწყებიდან თანმიმდევრულად რავი მოზარდობამდე რომ აპოვნინოს რაღაც საკუთარი თავი სინამდვილეში. ეგ ხო ძალიან რთული პრობლემაა, მაგის გადაწყვეტა ხომ თითქმის შეუძლებელია, ძალიან რთული გამოწვევა. შეუძლია სკოლამ შეითავსოს ეს ფუნქცია? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ აი სწავლის პროცესში იდეაში მასწავლებლის ფუნქცია ის უფრო უნდა იყოს, რომ დაეხმაროს ბავშვს მის გააზრებაში, რატომ სწავლობს, ვიდრე რაღაც დააზეპირებინოს, ხო? ამიტომ აი ეს პროფესიის არჩევის დროსაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ამ უნარებზე იმუშაოს ისევ მასწავლებელმა და დაეხმაროს ამის განვითარებაში. აი ჩემი გამოცდილებით და სხვებისაც აბიტურიენტობის დროს ან მანამდეც, როცა კითხულობ ვიღაცისგან რჩევას, აი რა პროფესიას მირჩევდი, ძირითადად ყველა გეუბნება, რომ იფიქრე, ასე ვთქვათ, იმაზე, რაც შენთვის უფრო მეტად მოსაწონი იქნება, რაშიც თავს უკეთესად ხედავ, მაგრამ რეალურად შეიძლება ეს საერთოდ არ გეხმარება, იმიტომ რომ ჩემი პრობლემა კონკრეტულ მექანიზმებს არ გთავაზობს რა, მაგალითად ახლა გაკვეთილი თუ არის წარმართული ისე როგორ ტრადიციულად არის, შენ ხო არ გეძლევა შესაძლებლობა, ვთქვათ, შენი პოზიცია დააფიქსირო მეტწილად, ანუ ეს დიალოგი იყოს, თანამშრომლობა იყოს, არის იქაც ხო შენ არ გავალებენ აზროვნება, შენ გეუბნებიან რომ რაღაცას გეტყვი, დაიმახსოვრე, მე დამიბრუნეოგან ეს ყველაფერი. ეს პროცესი ძალიან ცუდად აისახება და შემდეგ საბოლოოდ ისე მაინც გამოდის, რომ აი 11 წლის განმავლობაში არაფერს არ აკეთებს მოსწავლე ხშირ შემთხვევაში და ამიტომ დადის მე-12 კლასში რეპეტიტორთან. ხო, ეს საინტერესო რაღაცას შეეხება, იქ მაინტერესებდა რომ აი ნახე არის სხვაობა მაგალითად რომ აი 11 წელი მოსწავლე რომელიც აი შრომობდა, მუშაობდა, სწავლობდა, ასე ვთქვათ სისტემატურად მას დაჭირდება ეს რეპეტიტორი მე-12 კლასში მაინც? ან ჭირდება? საკმაოდ დიდი განსხვავება, იმიტომ რომ აი დასაწყისში მაგალითად ვინც არ სწავლობს და ეს საფუძველი არ აქვს მისთვის უფრო მნიშვნელოვანია რა თქმა უნდა რომ ვიღაც ყავდეს ვინც დაეხმარება ამ პროგრამის ერთ წელში მე-12 კლასში დაამუღამოს და ისწავლოს და რაღაც ისწავლოს ყველაფერი რაც კაცობრიობის ცოდნაა დაგროვილი მთლიანად შეითავსოს. 11 კლასის მასალა უნდა ისწავლო ერთ წელიწადში და შეეჯიბრო კიდე, რავი, ალბათ 10,000 სტუდენტს ხო ამაში. კი, და ამ დროს მე-12 კლასი უნდა იყოს რაღაცის გამეორება და არა სწავლა. ამიტომ ის საფუძველი ძალიან მნიშვნელოვანია და უფრო მეტად გეხმარება, რომ დამოუკიდებლად მოიმზადო. ამიტომ ჩემი აზრით, თუ ეს ყველაფერი კარგად იცის, ერთ არა აუცილებელი, რომ მე-12 კლასში დადიოდე რეპეტიტორთან. რწმენა საკუთარი თავის აქ ხო ალბათ დაკვირვებით ახლა ძალიან მნიშვნელოვანია, ვთქვათ, მე თუ ვარ მე-12 კლასელი, ანუ შენ ხარ მე-12 კლასელი, აი ჩვენ შორის განსხვავება შეიძლება იყოს ის, რომ მე არ მაქვს რწმენა, რომ რაღაც შემიძლია გავაკეთო, ხო და ამიტომ ვეძებ გარე დამხმარეებს, მაგალითად რეპეტიტორს, ან რა ვიცი, ჩათებში ვკითხულობ, როგორ დავწერო თემა და რაღაცები, ხო? და ეს რწმენა რა ეტაპზე უყალიბდება ადამიანს საკუთარ თავის რწმენა ის რომ მასაც შეუძლია მიიღოს თქვათ გადაწყვეტილება მართოს ის პროცესი რომელშიც მონაწილეობს თვითონ და რომელიც მისია აი ეგ რანაირად ყალიბდება როგორ უყალიბდება რა ეტაპზე როცა გაიაზრებ იმას ჯერ მიზანი უნდა გაიაზრო პირველ შემთხვევაში რატომ აბარებლისთვის და შემდეგ უკვე საზოგადოების ასე თქვათ ამ წნეხისგან გათავისუფლება რომ აუცილებელი არა ასე თქვათ რომ მე დავდიოდი მოსამზადებლად იმისთვის რომ მქონდეს კარგი შედეგი ხო აი მაგალითად რეპეტიტორთან ბევრ როცა დადის და აბარებს ტესტს ამ ტესტის შედეგებით განსაზღვრავს მე მის ცოდნას და ამ დროს რეალურად შენ თუ დამოუკიდებლად გააკეთებ ამ ყველაფერს შეიძლება გაცილებით უფრო გულახდილი იყოს საკუთარ თავთან აი მაგალითად მე რომ სახლში დამოუკიდებლად დავწერო ტესტი შეიძლება 10-დან 9 შეცდომა დაუშვა უბრალოდ საკუთარ თავთან მე გულახდილი ვიქნები რომ კი ეს არ ვიცი და უნდა გამოვასწორო და ამ დროს რეპეტიტორთან შენ მისთვის არ გინდა ამ შენი ნაკლის ჩვენება და შეიძლება ვერც მიხვდეს რა არის შენი პრობლემა რომ ამაში დაგეხმაროს. აი წეგან ახსენეთ წნეხი. კი. ანუ წნეხი არის ხო აბიტურიენტზე, ბავშვზე. აბიტურიენტი ხომ ბავშვია თან ხო? ანუ 17 წლის ალბათ ბავშვი ხო? ბავშვი წნეხი არის. აი რა სახის წნეხი არის ეს?
დავახარს აი ამ სახის წნეხი იმ სახე არის წნეხი შეიძლება იყოს იმის რომ არის უამრავი ინფორმაცია და არ იცის ასე ვთქვათ როგორ მოახერხოს ამ ყველაფრის ასე მოკლე დროში ამოწურვა შიში რადგან არ იცის ამ გამოცდის ვთქვათ სტრუქტურა არ იცის იქ როგორი იქნება გარემო და რაც ყველაზე მთავარია ისევ სხვების აზრი იმიტომ რომ უფრო მეტად აი ჩაბარების პროცესში ნერვიულობ იმაზე რომ ჩემი ქულა რა რეაქციას გამოიწვევს საზოგადოებაში მეორე მხარე ისაა რომ აი ფინანსური მდგომარეობა რაც ამ რეპეტიტორებთან სიარულს ახლავს ძალიან ძვირია ხშირ შემთხვევაში და როცა ამას აფინანსებს თქოს მშობელი თითქოს შვილი ვალდებულად გრძნობს თავს. გულად გადახდილი არ დარჩეს. ანუ მშობლების ხო ხშირად ეუბნებიან უფროსები თავი არ მომჭრა, არ შემარცხვინო. თითქოს ანუ ჩემი წარმატებაა ის რომ შენ ჩააბარებ და ჩემი წარმატებაა შენ რო ვერ ჩააბარებ. რა სიტყვიან ხო ეგ. და იმის გაუაზრებლობაა რომ ამას საკუთარ თავისთვის აკეთებს ბავშვი და არა ვიღაცისთვის. ხო თან ეს სტრესი ხო თან ეს მთელი წლის განმავლობაში გროვდება და კულმინაცია როცა დგება, ანუ გამოცდაზე რო შედიხარ, ეს ნაგროვებული სტრესი იმოქმედებს. შეიძლება ამოხეთქოს ცუდად. ამოხეთქოს ხო არის ბევრი შემთხვევა, როცა ბავშვი ცუდად ხდება, გონებას კარგავს, პანიკა ეწყება გამოცდაზე და ანუ ეს ხო უშლის ხელს. ფაქტია, თავში ცოდნას ძალიან რთულია, ეს მარტივი გამოსავალია რეპეტიტორებთანია, რომ მე თქვა თან პასუხისმგებლობის ერთგვარი გადანაწილებაც ხდება, რაც ნორმალურია, მე რო ვფიქრდები რა, ნახე თუ თქვა წარუმატებლობა მექნება, ცოტათი რეპეტიტორის ბრალიცაა, კარგად არ მომაქცია ყურადღება, მე ხო ვცადები არის ყველგან. ეგ კი ბატონო, მაგრამ თვითონ მე მგონი ეგრეც იქნება. მაგრამ ის რომ თქვა ვილაპარაკოთ, ეხლა თქვა რომ აი უნდა ეზრუნოს საზოგადოებამ, რომ ბავშვმა თავიდანვე განავითაროს საკუთარი თავი და თვითკმარი იყოს საკმარისად, რომ არ ჭირდებოდეს და არ იყოს მოწყვლადი გარე ფაქტორებისა და თვითონ იპოვოს საკუთარი თავი და მიიღოს გადაწყვეტილება და მიყვეს ამ გადაწყვეტილებას. მაგრამ ამის პრაქტიკული განხორციელება ხო აი ძალიან რთულია რა აი საქართველოში რამდენი სკოლაცაა წარმატებული სკოლების მაგალითზეც წარუმატებელი სკოლების მაგალითზეც რომ თანმიმდევრულად აი პირველი კლასიდან ავით 6-7 წლის ბავშვი აი მიყვე და თანმიმდევრულად ისე განავითარო ისე შეუწყო ხელი მის პიროვნულ განვითარებას მთელი 11 წლის განმავლობაში რომ ის უკვე ისეთი პიროვნება იყოს რომელიც მტკიცებულებებზე დაფუძნებულ გადაწყვეტილებას მიიღებს მე აი ეს ხო პროცესი ძალიან რთულია ან რამდენმა რამემ უნდა იმუშაოს გამართულად ხო ან ყველაფერმა აბსოლუტურად ხო პედაგოგიკა უნდა შეცვალოს სკოლაში მშობლების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს შვილებისადმი საზოგადოების დამოკიდებულება უნდა შეიცვალოს და ამ რაღაცების მიღწევა და განხორციელება ძალიან რთულია მე მგონი რა ვიცი საკმაოდ რთული იქნება რთული ალბათ ყველაზე პირველი რაც უნდა გაკეთდეს ისეთ ნათქვამი უნდა გაკეთდეს მაგრამ ყველაზე ადვილად მხარი დაუჭიროს აბიდო ალბათ მშობელი უნდა იყოს ხო იმიტომ რომ მშობელის დამატებით წნეხს გიქმნის რომ აბა არ შემარცხინო აბა ამაზე წდება ჩვენი ბედი ამაზე გადის ჩვენი წარმატებების ამბავი ხო ეს დამატებით ის არის და არის როგორ შენი აზრით გამოსავალი ნახე როცა საზოგადოების უნდა შეიცვალოს საზოგადოებამ გაკეთდეს მშობელს კი გასაგებია მაგრამ ეს ხო ძალიან ხანგრძლივი პროცესია უცებ ხო ვერ ვიზამ რაღაც თქმა დაიწყოს და აი ნათელი წერტილები შეიძლება იყოს თქვა მშობლების დამოკიდებულება ინდივიდუალური ამ პროცესში. კი, იმიტომ რომ ასე თქვა საზოგადოების შესვლა ასე ერთიანად არ მოხდება, ხო ინდივიდებიდან უნდა დაიწყოს და ოჯახია ყველაზე პირველი სოციუმი, სადაც ყალიბდება ეს ბავშვი და სადაც ყველაზე მეტად ინტერესდება მათი დამოკიდებულებით მის მიმართ. ამიტომ თუ ოჯახს ექნება კარგი დამოკიდებულება, შეიძლება თვითონ ბავშვსაც აღარ ქონდეს თუნდაც საზოგადოების აზრზე ყურადღება გამახვილებული. ამიტომ კი, პირველი ეტაპი მაინც მშობლებისგან და ოჯახიდან მოდის. თუმცა ის ოჯახიც ნახე ის ოჯახიც ხო იმ საზოგადოების ნაწილისა და უფრო დიდი საზოგადოების გავლენის ქვეშა. იმიტომ რომ ხა ძალიან ისეთი აი ნახე საქართველოში რამდენი აბიტურიენტია აბსოლუტური უმრავლესობა ხო ემზადება მასწავლებლებთან. ესე იგი აბსოლუტური უმრავლესობის მშობელი ხო არ შეგვიძლია ვთქვათ რომ არაკომპეტენტურია, ბავშვზე არ ზრუნავს, ბავშვს ობიექტად აღიქვავს, ბავშვის განვითარებაზე. რა თქმა უნდა პირიქით უმრავლესობას ზრუნავს და უმრავლესობისთვის ბავშვი არ არის მართლა ისეთი რაღაც მისი ობიექტი რომ თავი არ მომჭრა რომ ბევრი ხო არის რომ აი შენ ბედნიერი იყავი შენ კარგად იყავი მაგრამ მაინც დადიან ბავშვები რეპეტიტორებთან ხო მაინც დაყავთ რეპეტიტორებთან ამიტომ მარტო მშობლების ასე მარტო არა ერთ-ერთი ნაწილი გზა რომელმაც შედარებით შეუმსუბუქოს ბავშვს სტრესი და წნეხი სახელმწიფოს პროდუქტი ფუნქცია არა აქვს სახელმწიფომ არ უნდა უზრუნველყოს უფრო მეტი გავლენა ვისაც აქვს სისტემის შეცვლაზე ძალაუფლება მეტი ვისაც აქვს რა თქმა უნდა იმან ხო უნდა შეცვალოს დღის წესრიგი
პარადიგმა რა დღის წესრიგი ანუ ვთქვათ რაღაცა სისტემა შეცვალოს ან თანმიმდევრული გახადოს მეტად დამოკიდებულება ვთქვათ სკოლას და უნივერსიტეტს შორის ან სასკოლო პროგრამები ისეთი გახდეს რომელიც უფრო მოქნილი და მორგებული იქნება რომ ბავშვმა ჩააბაროს ან რავი პედაგოგიკა შეიცვალოს ეს უფრო მარტივი არ იქნება ვიდრე ის რომ მშობლებს თქვათ რომ თქვენ შეცვალეთ ხა არ მოამზადოთ ბავშვები მშობელი რა პრინციპში ხო გეტყვის რომ სხვისი ემზადება და მე რანაირად არ უთხრა ჩემთვის რომ მოემზადე კი, ანუ ერთ-ერთი პრობლემა ეს პროგრამის არათანმიმდევრულობაც, იმიტომ რომ 11 წელს განმავლობაში რასაც სწავლობ, შეიძლება ისეთ კარგი კავშირში არ იყოს იმასთან, რასაც მე-12 კლასში ვიმეორებ, ხო, მაგალითად, ბევრი ისეთ საკითხი, რასაც ახალსაც სწავლობ. და პროგრამაში მაინც ისეა განაწილებული, რომ ბევრ რამეს შეიძლება ვერ იგებდეს იმ პერიოდში, როცა საჭიროა. ამიტომ კი, ჩემი აზრით უნდა შეიცვალოს როგორც ეს მიდგომები, ისე მე-12 კლასში ან თუნდაც ეროვნულობის ჩაბარების სტილი, იმიტომ რომ ეროვნულები მაინდა-მაინც ვერ ამოწმებს ან ფაქტობრივ ცოდნას თუნდაც, ან რეალურ ცოდნას უფრო, ასე ვთქვათ. ხო. ვერაფერს ვერ ზომავს სინამდვილეში. ანუ შენ იმის გქონდა რომ ეს სასკოლო პროგრამა, ეგრეთ წოდებული და სასკოლო სწავლების პროცესი არ შეესაბამება ეროვნულ გამოცდების მოთხოვნებს? ძირითადად არა, იმიტომ რომ აი რეალურად ეროვნულ გამოცდას თუ აბარებ იმისთვის, რომ აი უნივერსიტეტს აინტერესებს, მაგალითად შენ დაძლია თუ არა ეს პროგრამა, ხო? რეალურად ეს ამას არ აჩვენებს, იმიტომ რომ ეროვნულ გამოცდაზე შეიძლება რაღაც დავწერო ისე რომ არ ვიცოდე, ან შეიძლება ბოლომდე არ მქონდეს რაღაცაზე ნამუშევარი. აი ჩემი გამოცდილებით მე წელს ვიყავი სატესტო ვარიანტზე გასული და როცა ვუყურებდი აი თუნდაც ბავშვების ემოციებს, დარწმუნებული ვარ რომ 90% მაინც იმდენად კარგად იყო მომზადებული, მაგრამ მაინც არ ჰქონდა საკუთარი თავის რწმენა. შენ ის ვინც რეალურად აბარებდა იმათთან ერთად იყავი სატესტოზე გასული? გასული და ან დამეხმარა ის რომ მე ამ მომენტში რა თქმა უნდა არ ვფიქრობდი ჩაბარებაზე და არ მქონდა სტრესი კი. და ნულოვანის ქონდა სტრესი თუ ნაკლები სტრესი ქონდა? მაინც საერთოდ არ მქონია, იმიტომ რომ ამ მომენტში აი ზუსტად მაშინ გავიაზრე რომ საზოგადოებას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა. ამ მომენტში არ მქონია ის წნეხი რომ გარეთ ვიღაც მელოდება ან ჩემი ქულა ვიღაცას აინტერესებს. აი ეს ლოდინთან დაკავშირებითაც რა, როცა იქ სიხარ 3 საათის განმავლობაში თუნდაც და იცი რომ გამოცდა 3 საათიანია, შენ მაქსიმალურად უნდა გამოიყენო ეს დრო. მე როცა არ ვიყავი ნამდვილად ჩასაბარებლად შესული და ვიყავი საცდელად, მაინც ბოლომდე ვიჯექი და ვფიქრობდი სადმე რამე შეცდომა ხომ არ დავუშვი. და ამ დროს ჩემამდე გავიდა ძალიან ბევრი ბავშვი, ვინც დარწმუნებული ვარ, ფიქრობდა რომ გარეთ ვიღაც ელოდება თუ მალე არ გავა ისი ფიქრებს რომ რაღაც კარგად ვერ გააკეთა და მათზე უფრო ნერვიულობ ვიდრე საკუთარ თავზე. ეგ ის აურა როგორი არის ეგ? ყველა ნერვიულობს აბსოლუტურად. თუმცა ან როცა შევდივარ, მე შევედი ცოტა ადრე, თითქმის პირველი ვიყავი აუდიტორიაში და ან ძალიან ჩვეულებრივ საკლასო ოთახში ხარ და უბრალოდ წერ თუნდაც ჩათვალე შემაჯამებელ დავალებას, ხო? უბრალოდ ის გარემო და დაძაბულობა მაინც მაღალია, ხო? კი. ხო, ანუ სკოლამ და საზოგადოებამ მაგიტომ უნდა იმუშაოს, რომ მინიმუმ ის ბავშვი მოწყვლადი არ იყოს, ანუ გარე ფაქტორები ნაკლებად მოქმედებდეს, თქვა სტრესულ სიტუაციაში რა აღმოჩნდება და სტრესია რა თქმა უნდა, როცა რაღაცა გამოცდას წერ აუცილებლად სტრესია, უბრალოდ მოწყვლადი არ უნდა იყო მაგისადმი რა, მაგაზე უნდა იმუშაო. სკოლას ეგ შეუძლია უეჭველი პროგრამების მორგებაც იმდენად მნიშვნელოვანი, ნუ რა თქმა გასაგებია რომ ერთმანეთთან კავშირში უნდა იყოს აუცილებლად, მაგრამ ახლა სკოლის პროგრამაში ვერ იქნება ყველაფერი, რაც შეიძლება გამოცდაზე იყოს, ან პირიქით, ანუ იქ ეროვნულებზე რაცა თქვა ტექსტები ხო შეიძლება სხვადასხვა იყოს, ახლა ნუ ეგ ისეთი ის არ არის კატასტროფა. უბრალოდ თუ დიდ გავლენას ახდენს როგორც მარია ამბობს, ახლა ლოგიკურია ვთქვათ, სტრესი და ამის გამო შეიძლება უფრო დაბალი შედეგი დადო, ან საკუთარ თავში ნაკლები რწმენა და ამის გამო შეიძლება უფრო ნაკლები შედეგი აჩვენო, ვიდრე რეალურად შეგიძლია. სკოლას ეგ უეჭველი შეუძლია, ეგ მარტივია ძალიან, რომ ვთქვათ, შეცვალოს ვთქვათ, პედაგოგიკა, მიდგომა, დამოკიდებულება, ვთქვათ, ბავშვებისადმი იმ მიმართულებით, რომ დააფუძნოს თქვათ პროცესი თანამშრომლობაზე და ამით ბავშვს უფრო მეტად გამოუმუშავდეს იმის რწმენა, რომ თვითონაც შეუძლია რაღაცა რეალურად დადებითი ცვლილება მოახდინოს, იყოს ლიდერი, იყოს, რა ვიცი, მონაწილეობა მისი მნიშვნელოვანია და ამ შემდეგ. მოდი მაშინ შეუძლია რა. აი პირობითად ავიღოთ, რომ აი გეთასურათ გეთანხმები მაგამ ბავშვი. ჩვენ ახლა ის სკოლაში ვცდილობთ, რომ სასწავლო პროცესი დავაფუძნოთ ცნებების გააზრებას. და რა თქვა საკითხების ჩარბენას, ჩავლას და გაზეპირებას. ხო და ვაგებთ თანამშრომლობის პრინციპებზე სამუშაო პროცესს. ანუ გვინდა რომ ბავშვებმა გაიაზრონ, გაითავისონ, იმსჯელონ და თქვა ცნებების ჭრილში შეძლოთ გააზრება ამა თუ იმ საკითხის. ნებისმიერ ახალ საკითხთან რომ შეხება მოუწევთ, ცნებებით და სქემებით დაალაგებენ ადვილად. აი მარტივად რომ თქვა ეხლა რა თქვა მაყურებლისთვის გასაგებად რომ თქვა აი რა განსხვავება რომ თქვა
ჩვენთვის მნიშვნელოვანი არ არის ის, რომ თქვათ, ვასწავლოთ 15 ნაწარმოები, არამედ მნიშვნელოვანია, რასაც ვასწავლოთ, თქვათ 1, 2, 3, 4 თუ რაღაც და საერთოდ არ აქვს მნიშვნელობა რომ ეს ვასწავლით, ხო? ის ვასწავლოთ სიღრმისეულად გააზრების დონეზე, ხო? აი, თქვათ, რომ სტრუქტურა იცოდეს ტექსტის, ელემენტები იცოდეს ტექსტის, შეიძლება დაკავშირება შეეძლოს, ხო? მიზანი ხო, ფუნქციურად გამოყენება. ფუნქციურად რომ გამოიყენოს ეს სათუის, ანუ მიზანი რა არის, რომ ბავშვს რო შეხვდება ნებისმიერი უცხო ტექსტი, იმას გამკლავდეს ძალიან მარტივად, ხო? ხო, იმიტომ რომ ცნებებით და გააზრების დონე თუ აქვს მაღალი ბავშვს, რა თქმა უნდა, აი ზუსტად სტრესი ნაკლები აქვს ახალ ტექსტთან შეხების დროს, ან იცის როგორ დაამუშავოს, ანუ როგორ გააკეთოს, როგორ გაუკეთოს ცოდნას ორგანიზება, ადვილად სწავლობს. ანუ მოსწავლეს აქვს ასე ვთქვათ ინსტრუმენტები, თქვათ, აი პირველად საგამოცდო პროგრამაში არის 30 პირობითად ნაწარმოები. ხო, აი ვიღოთ, ისე ვიძახი ახლა მციფრებს, მაგალითის მოსაყვანად უტრირებას ვახდენ, რომ მარტივ 30 ნაწარმოები. ჩვენ ამ 30 ნაწარმოებს, რა თქმა უნდა, თქვათ, არ გავივლით. გავივლით პირობითად 5-6, მაგრამ იმ 5-6 ნაწარმოებს ისე დავამუშავეთ, რომ ის დანარჩენი 25 ნაწარმოები რო შეხვდება, ადვილად შევეძლო ამის დამუშავება. ესეთი გარანტიით შეიძლება მოსწავლეს გავიდეს ეროვნულებზე და თავისუფლად ჩააბაროს ეროვნულები და თქვათ გაუწიოს კონკურენცია იმ ბავშვებს, რომელიც რეპეტიტორებთან არიან ამ 30 ნაწარმოებში, რავი, გაზეპირებული. ჩემი აზრით კი. იდეაში კი, იმიტომ რომ აი ზუსტად უნარების განვითარებაზე უნდა იყოს ორიენტირებული და იქ რომ შემხდება წაკითხulis გააზრება, მე არა დაზეპირებული თუნდა დავწერო, არამედ გააზრებული. ჩემ შემთხვევაზე წელს როცა გავედი, არ ვიცოდი მაინდა-მაინც ის ტექსტი, მაგრამ საკმაოდ კარგად დავწერე სხვებთან შედარებით, ვინც დარწმუნებული ვარ, რომ დაზეპირებული ვარ. ტექსტი წაიკითხო და მე კითხავს გასწრაფასო. ზუსტად ეს არის, ხო, იქ დაზეპირებული რაღაც არ გჭირდება, ანუ არის ტექსტი და ამ ტექსტის მიხედვით კითხულობ და შემდეგ იაზრებ. მე ანუ არაპროგრამული ტექსტის წავიკითხე და ჯერ ის დავწერე და მერე დავწერე გამზრდელი აკაკი წერეთელის და აქ მეორე მომენტია გააზრებაში პასუხები ემთხვევა ერთმანეთს. და ანუ ორივე ტექსტის დამუშავებაც შეგიძლიათ. რეალურად საერთოდ არას საჭიროა რომ დაიზეპირე. იქ ტექსტი მოცემულია, ხო? იქ არა მაგალითად არა ტექსტი გეუბნება იმ მსჯელე გამზრდელზე და ტექსტია. ეს არის უკვე ლიტერატურის ცალკე გამოცდაზე, სადაც უბრალოდ კითხვებია და ქართული ენის გამოცდაზე დევს ტექსტი და უნდა გაიაზრო. ხო, პირველ რიგში ანუ გაგშეიძლება წაიკითხოთ თუნ ტექსტი, თუ გაქვს შესაბამისი უნარი რომ ორგანიზება გაუკეთო აი ამ ტექსტს, ხო? ორგანიზებას გააკეთება მცნებებით და რაღაც twin-ში და შემდეგ გაიაზრებთ. ანუ ის რომ თქვა ეს არც ერთ ტექსტი მანამდე პირველად რო კითხულობდა ეროვნულ გამოცდაზე, მაგრამ თქვა სხვა ნაწარმოებებში გაქვს ეს კომპეტენციები, უნარები განვითარებული, შეგიძლია რომ იქ თავისუფლად გასცე პასუხი. ანუ მომზადებლად შეგიძლია გახვიდე ეროვნულში. კი, იმიტომ რომ გააზრებაზეა და გააზრებაზეა, ხო და ადრეთ თუ წაკითხული გაქვს, მაგრამ გააზრებული და რა მნიშვნელობა აქვს? იქ მაინც გააზრება გიცავს იმ ტექსტისა. დაზეპირებული თუ გაქვს, არაფერს უპირატესობას არ გაძლევს იმასთან შედარებით, ვისაც საერთოდ წაკითხული არ აქვს. არანაირ უპირატესობას არ გაძლევს, რომ დაფიქრდე რა. იმიტომ რომ იქ თუ გააზრება გიწევს და მანამდე უბრალოდ ტექსტი თუ წაკითხული გაქვს და თუ შეგიძლია უბრალოდ რაღაცა გაიხსენო ვინმე. აი ეს ქართული მაგალითად სხვა საგანი ისტორია, ინგლისური, მათემატიკაში როგორა? სხვა საგნებში ძირითადად აი ინგლისურში მაგალითად სადაც წელს საკმაოდ ბევრმა მე-11 კლასელმა დადო კარგი შედეგი და ამას უნდა გაუსვა ხაზი რომ ისინიც ემზადებიან დარწმუნებული ვარ უმრავლესობა. კი, ეგ შეიცვალა ხო ბოდის ჩაგეჭები მე ჩემი დაკვირვებით ადრე თუ იყო ეგ მიხვდა საზოგადოებას სწორად რომ ერთი წელი საკმარისი არის შერაზეს ლაპარაკობდი ან ერთი წელიწადში ვერ ისწავლებ და უკვე აი საშუალო საფეხურზე რომ გადადის მოსწავლე ნუ მე-10 მეორე სემესტრიდან მე-11 კლასიდან უეჭველი იწყებს ანუ უფრო მეტი იწყებს უკვე მომზადებას ანუ უკვე დრო გაზარდეს ანუ 2 წელი გახდა და თან კონკურენციაც უფრო კაცრი გახდა უკვე ალბათ ხო უფრო მძაფრია კონკურენცია ვის თავის ბავშვებს შორის ანუ პირობითად ვინც 2 წელი ემზადება და ვინც 1 წელი ემზადება ანუ ხო და მე თუ ვიცი რომ ვიღაცა დაიწყო მე-11 კლასიდან მეც დავიწყებ მე-11 კლასიდან ან დავასწრებ და მე-10-დან დავიწყებ ხო ან დავასწრებ და მე-10-დან დავიწყებ და ეგ კაია რაც უფრო ჩამოიწევს იგი უფრო ის იქნება რა იქამდე გამენთადეში რომ პირველი კლასიდან უკვე ეჯიბრებით ეროვნულების იდეაში პირველი კლასიდან სკოლაში დადიხარ და ხო შეიძლება რომ სკოლაში ისწავლო და არა სალკე რეპეტიტორთან ჩემი აზრით რეპეტიტორებზე აი ხშირად არის ტენდენცია მე რასაც ახლა უსმენ ზოგადად რო საუბრობენ ადამიანები რეპეტიტორებისგან უფრო იშვერენ ხას რომ მათი თითქოს მათი ბრალეულობა რომ რაღაცა ეს პირიქით ანუ ეგ ხო შედეგია და პირიქით უფრო ხელშემწყობი და დამხმარები არიან ბევრ ამაში იმიტომ რომ ის ძირითადი დაწესებულება ანუ სკოლა ზოგადად თუ ვერ უზრუნველყოფს და ვთქვათ საზოგადოება უმრავლესობა სკოლა ვერ უზრუნველყოფს ბავშვის
კომპეტენციების განვითარებას, ცოდნის, უნარების და ხირებულებებზე და დამოკიდებულებებზე საუბარი აღარ არის. ხო, მაშინ ხო რაღაც ალტერნატივა უნდა ნახოს და უფრო კომპეტენტურთან წავა, რომელიც კონკრეტულ იმაში მიმართულებით რაღაცაში მოამზადებს ბავშვს, ხო რა. კი, და მანდაც ალბათ გრადაციაც იქნება, ხო, თქვა რეპეტიტორი, რომელიც არა მარტო თქვა აზეპირებინებს, არამედ მართლა რეალურ ცოდნასაც აძლევს. პროფესიონალი მასწავლებლები და არის პოპულარული. ასე შავ-თეთრი არის. ხო, ნამდვილად არა ეგრე რომ რაღაც იქაც არის საკმაოდ. როგორც სკოლები არის ნაწილი, რომ სადაც ბავშვს ხო, ეგეც უნდა აღიაროთ, ხო, რეპეტიტორების შრომაც უნდა დავაფასოთ რაღაც ხვი, რომ ბევრ ბავშვს ეხმარება და მიზნის მიღწევაში ეხმარება. იცვლება ან შენი ყოველდღიურობა, როგორ შეიცვალა, როცა გადახვიდი მე-12 კლასში პირობით. აბსოლუტურად განსხვავებულია სხვა აბიტურიენტებისგან, მაგრამ ან ჩემი ასე ვთქვათ 11 წლის გამოცდილება უფრო სხვანაირია, იმიტომ რომ უფრო დატვირთული სასწავლო პერიოდი მქონდა მაშინ, ვიდრე მე-12 კლასში. და ამ დროს ჩემს ირგვლივ პირიქით შეიცვალა ყველაფერი, იმიტომ რომ სასწავლო წლის დასაწყისში გავიაზრე, რომ უცებ ყველა ორთქლდა ჩემს ირგვლივ, ყველას დამატებითი აქვს, არავის არ ცალია და ამ დროს მე დავრჩი მხოლოდ ერთ-ერთი, ვისაც ცალია. ამან ცოტა სანერვიულო მომცა დასაწყისში. დაფიქრდი ხო რაღაცა? დავფიქრდი, რომ შეიძლება რაღაც ისე არ ვაკეთებ, როგორც საჭიროა. კი, აი ეგ არის ისე. მე რომ მოვისმინე უკვე მათი მხრიდან, როგორი იყო ეს ცხოვრება, რომ არასდროს აი სკოლიდან პირდაპირ მიდიან დამატებითზე, მე ამ დამატებითიდან დამატებითამდე მაგალითად ერთი აქვს 4 საათზე, მეორე 7-ზე და ამ შუალედშიც საკმაოდ ბევრი დრო იკარგება. გზაში ბევრი დრო იკარგება და ამ დროს სახლში გვიან მისული ვერასწრებს სწავლას და მომზადებას, რასაც აკეთებს ან ავტობუსში, ან რაღაც თავისუფალ დროს, რაც მათ ყოველდღიურობაზეც აისახება რა და ამ დროს მე მაგალითად როცა სკოლის შემდეგ შემიძლია რომ დამოუკიდებლად დავჭრდე და რაღაც მოვამზადო, ვფიქრობ რომ გაცილებით უფრო მარტივია ჩემთვის ეს ყოველდღიურობა ვიდრე მათთვის. ერთადერთი რაც აშინებთ ჩემი აზრით და რის გამოც არჩევენ ამ დროს რეპეტიტორთან სიარულს არის ის რომ კი მასალასთან გაქვს თავისუფალი წვდომა, მაგრამ მასალა არის საკმაოდ ბევრი. ან მაგალითად მე შემიძლია ნახო როგორც ვიდეო წყარო YouTube-ში ან PDF წიგნები, მაგრამ იმდენად ბევრია, გჭირდება ვიღაცისგან რჩევა რესურსების ორგანიზებაში, რომელიც იქნება უკეთესი, მაგრამ ამ ხრივაც იმდენი აბიტურიენტის ჯგუფია და იმდენი მასწავლებელი ასე უსასყიდლოდ გასცემს ინფორმაციას, რა იქნება უკეთესი მოსამზადებლად, რეალურად არც ესაა პრობლემა. უბრალოდ აქაც ისევ საკუთარი თავის რწმენაზეა დამოკიდებული. აი მაგალითად არის უფასო მასტერკლასები ან შეხვედრები, სადაც მე პირადად დავესწარი ინგლისურზე და 1 საათის განმავლობაში ამომწურავად მივიღე ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რა უნდა ყოფილიყო ტესტში, სად რა გამეთვალისწინებინა, როცა ამას აკეთებენ მთელი წლის განმავლობაში რეპეტიტორთან. ამიტომ საერთოდ არა ამ ფინანსების და დროის რესურსის ჩადება საჭირო იმ ხრივ, რასაც როგორც აკეთებენ სხვა აბიტურიენტები. მაშინ აი მაგ იმის ცოდნა რომ ეს საჭირო არ არის, ხო, რადგან ადამიანები აკეთებენ პირიქით, ესე იგი ნაკლებია იმის ცოდნა, რაზე ჩვენ საუბრობ, ლოგიკურია, ხო? ანუ ესე იგი უმრავლესობა აბიტურიენტებისა და მშობლებისა, რომლებიც გავლენას ახდენენ ამ აბიტურიენტებზე, არ იციან, რომ აი ასე არსებობს რაღაცების გაკეთება შეიძლება უფრო მოქნილად და მარტივად და ეფექტურად, ხო? აი როგორც ჩვენ ახლა აღწერე ეს გზა. მაშინ შეიძლება ერთ-ერთი გამოსავალი იყოს, რომ სკოლამ ან სკოლაში მინიმუმ ეგ უზრუნველყო რომ ასე შეიძლება უფრო ეფექტურად ან თქვათ ის ადამიანები, ვისაც ეს დადებითი გამოცდილება აქვს, უფრო მეტად ასე თქვათ ღია გახადონ ეს ამბავი რა, ანუ ბევრს ანუ თქვათ პირობითად მარიამმა რომელსაც იცის რომ თქვათ ინგლისურში თქვათ რასაც 1 წელიწადი თქვათ რეპეტიტორთან ამ გადიან 1 საათის განმავლობაში შეიძლება მისი თქვათ გაგება ეს ამბავი გახადოს უფრო საჯარო ხელმისაწვდომი რაღაცა სოციალური ქსელებით ან გაავრცელოს და ეს ხო უფრო დააზღვოს მე მაგას ანუ ბევრი ადამიანი ხო უფრო მეტად დაიჯერებს რომ კი თურმე ასე შეიძლება და გააკეთებენ რა ეგ თვითონ ის რაც ჩვენ გაიგე რამდენად საჯარო და ხელმისაწვდომია გასაგებად რამდენად მარტივია გასაგებად ჩემი აზრით საზოგადოებისთვის მაინც რთულია იმიტომ რომ დობა არ იქნება ბევრი მაინც იფიქრებს იმაზე რომ დაიზღვიოს თავი რა მოხდება წლის ბოლოს თუ ეს ასე არ გამოვიდა როგორც მე ვურჩიე მაგალითად და აი იმდენად მნიშვნელოვანი ხდება ეს ერთი გამოცდილება რომელიც თითქოს შენს თელ ცხოვრებას წყვეტს რომ არ გაქვს სანდოობა არ გაქვს სხვა რაღაცებისადმი ხო ის დროში და იმაში გამოცდილი რაცა წარსულში ვთქვათ ეს ფორმა მეთოდი ამ მომზადების თუ რაღაცების ისევ იმას ენდობი მაინც ხო და უმრავლესობა მაინც იმას ურჩევს რომ წავიდეს და მოიმზადოს იმიტომ რომ ექსპერიმენტების დრო არ არის მაგ დროს ხო შენ ხო გაკრა აზრმა რომ ნეტა ხო არ დავაზღვიო მაინც რა იცი რა ხდება თქო ხო კი ბატონო აი ეს თუნდაც ის რომ აი მე ძალიან ჯერა იმის ადამიანს შეუძლია დამოუკიდებლად თვით სწავლა და განვითარება მაგრამ ესეც გარკვეულ უნარებთან და სიკვდილთან არის დაკავშირებული და
აქაც ისე მივედით იქამდე, რომ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაშიც რომ ბავშვმა შეძლოს დამოუკიდებლად თქო მომზადება, მუშაობა, სწავლა, აქაც რაღაც უნარები ჭირდება, ხო? და ამ უნარების გამომუშავება, შენი აზრით, სკოლა უნდა აკეთდეს, რა თქმა უნდა, მაგრამ დამოუკიდებლად ამდენად შესაძლებელია ეს უნარი გამოიმუშავა. დამოუკიდებლად ალბათ რთული იქნება და უფრო მეტად ამ პროცესში მაინც ჭირდება ვიღაც დახმარება. უბრალოდ იმ იდეამდე მისვლა და იმის გააზრება, რომ ამას არ უნდა იწყებდე მე-12 კლასში და აკეთებდეთ 11 წლის განმავლობაში, რასაც იდეაში სკოლა უნდა აკეთებდეს. კი, სკოლის ჩართულობა მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ ამის გააზრებაში დაეხმაროს და მერე უკვე დამოუკიდებლად რის გაკეთება შეუძლია, აქ მოსწავლეც იღებს რა თქმა უნდა მონაწილეობას. ხო, მან ჩემი აზრით როგორია? ჩემი აზრით მარტივადაა, საკუთრებულად რთულად განსახორციელებელია ეს. სინამდვილეში ძალიან მარტივადაა, ძალიან მეცნიერება ადასტურებს მაგას. თუ კი სწავლების პროცესი, ანუ საგაკეთებლო პროცესი, ან სწავლა თანამშრომლობით სწავლებაზე იქნება დაფუძნებული, ეს ლოგიკურია, რომ ბავშვს პატარაობიდანვე და თანამშრომლის სწავლება რას ნიშნავს? ჩვენ ერთმანეთს ვასწავლით, და ვეხმარებით, თქვა, ცოდნის ორგანიზებაში, ხო? ანუ ბავშვი დამოუკიდებლად მუშაობს, მასწავლებელი არის ორგანიზატორი და დამკვირვებელი პირობითად, მეტი გამოცდილებით და მეტი ცოდნით, რომელიც თითოეულს აკვირდება, თქვა, საგაკეთებლო პროცესში და საჭიროების მიხედვით ინტერვენციას აკეთებს და ასწავლებს, თქვა, მარიამს ასწავლეს, როგორ დაორგანიზოს ცოდნა, მეორე ბავშვს, თქვა, რას მიაქციოს ყურადღება. და შესაბამის განმავითარებელ უკავშირს აძლევს, მარტივი პრინციპია რა, მაგრამ ამის განხორციელება რთული რატოა? ძალაუფლების დათმობა გიწევს, ანუ კლასიკურ მასწავლებელობაზე უარის თქმა გიწევს ამ შემთხვევაში, ხო, მასწავლებლობა რას გულისხმობს კლასიკურად, რომ მასწავლებელი და მოსწავლე და მე შენ გასწავლი რაღაცას და თანამშრომლობა გულისხმობს, რომ თანასწორები ვართ და ერთად ვაგებთ ამ პროცესს რა. ამის დათმობაა რთული და საგაკეთებლო პროცესში შეცვლაა რთული და ეს თუ ასე განხორციელდება, თქვა, რაღაცა პერიოდიდან, თქვა, დაწყებითი საფეხურიდან და თუ მიყვება ეს თანმიმდევრულად, ხო? რა თქმა უნდა, ბავშვს ავტომატურად უმუშავდება ის უნარები და რწმენა, რომ თვითონაც შეუძლია რაღაცები გააკეთოს. ეგ ლოგიკურია, მისთვის თამდევი ხდება, ნორმალური ამბავი ხდება, რომ მე შემიძლია ცოდნის ამგე ხო აქ მნიშვნელოვანი ხო სწავლება არა, სწავლაა პირველადი რა და ბავშვს თვითონ რწმენა არა, რომ ცოდნის ამგები არის ბავშვი თვითონ. ვიღაცა გასწავლის, რომ ასე შენც მე სულ ელოდები რომ ვიღაცამ გასწავლოს, ხო ვიღაცამ ზევიდან ქვევით ურთიერთობა სულ რეალური დელეგირება არ ხდება, სულ ზევიდან ქვევით გამოდის დააკვირდი, ანუ სულ ელოდები მასწავლებლისგან, რომ გასწავლოს, მშობელისგან, რომ რაღაცა დარიგება მოგცეს უფროსიდან უმცროსმა რა, ასეთი ურთიერთობა გამოდის და ხო თანასწორობაზე თუ დაფუძნებული და თანამშრომლობაზე ეს კარგად ჭრეს უბრალოდ რთულია, იმიტომ რომ ძალაუფლების დათმობაზე, თორე სინამდვილეში ძალიან მარტივად გამოდის, იმიტომ რომ ბავშვს გარდა ცოდნისა უნარები უმუშავდება, რომ თვითონ შეუძლია ცოდნა ააგოს, თვითონ არის ცოდნის ამგები და შენ ხარ დამხმარე, მოგეთ ვისაც მეტი გამოცდილება გაქვს რა. და ეგ კარგია, იმიტომ რომ საგაკეთებლო კლასშიც ისე გამოდის, ნახე, მაღალი აკადემიური მოსწრების მქონე ბავშვი, რომელსაც უფრო მეტი ცოდნა აქვს, შედარებით ნაკლები აკადემიური მოსწრების ბავშვს ეხმარება, ანუ მთლიანად დახმარებაზე ორიენტირებული გამოდის სასწავლო პროცესი. ჩემი აზრით. მასე უბრალოდ განხორციელება ამის არის წარმოუდგენლად რთული. იმიტომ რომ ძალაუფლების დათმობა გიწევს მაგ შემთხვევაში რა და გაზიარება. ეგ ამბავია. კი, ხო, მართალი ხარ, იმიტომ რომ როცა ყოველთვის მიჩვეული ხარ რაღაცას გასწავლის, ანუ პედაგოგებით რომ მე მოგაწოდე ეს ინფორმაცია, ეს უეჭველი სწორია და ეს ისწავლე, ეს გაიზეპირე. და შენს მე რომ დგები რაღაც უცხო სიტუაციაში რაღაც ახალ მასალასთან, უკვე დაბნეული ხარ, რომ თვითწმენა გაქვს, რომ ნეტა ეს მართალია, სწორია და ელოდები პასუხს ჭეშმარიტად. ელოდები ვიღაცის აი მენტორობას. ეხლა ChatGPT რატო არის ძალიან პოპულარული? კარგია რომ არის და სინამდვილეში ხო ChatGPT ძალიან მაგარი რესურსია, დამხმარე რა, ხო, შეიძლება გასებით მეტი ინფორმაცია აქვს, ვიდრე სხვა ვინმეს და სხვა რამეს. ხო, ChatGPT საინტერესო თემაა ძალიან. საინტერესოა. სასწავლო პროცესში, იმიტომ რომ მოდი ვაღიაროთ, რომ ChatGPT-ს ვერ გავექცევით და მაგასთან ბრძოლას ძალიან დიდი სისულელია. არა, უბრალოდ ინსტრუმენტად უნდა გამოიყენო რა. ხარის სისულელებთან ბრძოლა გამოდის. ინსტრუმენტად გამოყენება შეიძლება, მაგრამ აი პრობლემა ის, რომ თვითრწმენა არა აქვს მოსწავლეებს და ეს იმის ბრალია, რომ არავინ არ უთხრა, რომ შენ შეგიძლია რაღაც შეცვალო, ხო? იწევს იმას, რომ ახლა უკვე შეიძლება მასწავლებელს აღარ ეკითხები რაღაცას და არ ელოდები, მაგრამ ChatGPT-ს ეკითხები იგივეს. ხო, თქვა აწერინებ რაღაცას. რატომ არის ChatGPT-ს? მე გამომიყენებია. კი და ძირითადად სწავლის პროცესში საკმაოდ კარგია, იმიტომ რომ როცა მაგალითად მასწავლებელი წერს ტესტს და ამ ტესტით გამოწმებს, მე მქონია მაგალითად რაღაც კანონის სწავლა თუ მინდა, ვეუბნები რომ დამისვი კითხვები და მე გიპასუხებ და ის უკვე მასწავლებელი ხდება შენთვის, იმიტომ რომ გიფასებს. ოღონდ როგორი მასწავლებელი ხდება, ანუ ეგ მასწავლებელი პედაგოგი, აი თუ დამხმარე ხდება. ხო, ან დამხმარე, იმიტომ რომ მე იმას გულისხმობ, რომ აი რასაც მასწავლებელი ტესტს ამოწმებს და გეუბნება ეს შეგეშალა, ის გიკეთებს ამ საქმეს რეალურად.
ანუ შენეუნები რომ მაგათ კითხე რაღაც თემა და ამის კითხები და მე თუ კი, აი მაგალითად საქართველოს კონსტიტუციიდან დამისვა შეკითხვები და მე ვპასუხობ, ხო? ის უფრო მარტივად მომახსოვრდება, იმიტომ რომ როცა ზიხარ და კითხულობ, შეიძლება რაღაცას ვერ იაზრებ, რაღაცას ვერ იმახსოვრებ და კითხვის პროცესი უფრო მარტივია. კი, უბრალოდ ახლა ხო, ექს ფუნქციური გამოყენება, როგორც ინსტრუმენტი იყენებ, დამხმარეს, ანუ შენ ხარ წარმართველი და იყენებ, რომ მკითხე და აბა თუ გიპასუხებ, ვერ გიპასუხებ და მე ეს საფუძველია ჩემთვის, რომ გავაუმჯობესო ჩემი ცოდნა, ხო? და მე თუ პირდაპირ ვეკითხები რომ რა წერია, ანუ პირდაპირ დამიწერე თქვა თემა, რატო არის რაღაცა პიროვნებას და ინდივიდს შორის დაპირისპირება, რაღაც და ის რო წერს პასუხს, ხო, ეგ უკვე ნიშნავს რომ შენევნე რომ ჩემს მაგივრად იფიქრე შენ და იაზროვნე. ეგ უკვე არასწორი გამოყენებაა მაგის. და იყენებენ ბავშვები, ხო, ეგ. ძირთად ესე იყენებენ, ანუ მარიამ არას თქვა გამონაკლისია რომ მასე გამოიყენო. ეგ არის ცოდნის შეძენისთვის იხმარდა, ეგ ძალიან მაგარია. აი როგორ შეიძლება აი მან მაგ გამოწვევას ებრძოლოს სკოლა მან თუნდაც მასწავლებელმა. როგორ გამოწვევას? აი რომ ბავშვი ასეთ სუდად ყალებში იყენებს. არა, იყენე. რო არ იყენებს, ამას ვერ ვებრძოლებით, მოდი შევთანხმდეთ, ხო? რო მასე მაგ მიმართულებით არ იყენებს. ხო, მაგ მიმართულებით არ იყენებს, ხო? ბავშვს თუ კი სასწავლო პროცესი და ძალიან მარტივია, ოღონდ განხორციელება რთულია, ავაგებთ ისე რომ თვითონ ის პროცესი მუდმივად დისკუსიაზე, ცოდნის შემეცნება აგების პროცესი იქნება დისკუსიაზე იქნება დაფუძნებული, იქ მასწავლებელსაც შეუძლია გაკვეთილში ChatGPT-ს ერთ-ერთ მონაწილედ შემოიყვანოს ჩვეულებრივად პროცესში და იქვე დაიწყოს შეკითხვა და აი იმის საფუძველზე განავითარონ მსჯელობა. ანუ მასწავლებელიც და ChatGPT-ც ამ შემთხვევაში უნდა იყოს საფუძველი, ანუ იმ ტიპის შეკითხვის დასმის, ან იმ ტიპის თემის წამოწევის, სადაც მოსწავლეებს ნებისმიერ დისციპლინაში, მათემატიკაშიც და რავი, ისტორიაშიც შეიძლება დისკუსიის დაწყება, რომ ცოდნა ააგონ შეიძინონ და აზროვნება ისწავლონ რა. მაგის მომენტი ისაა, რომ მასწავლებელი უნდა დაგეხმაროს იმის გააზრებაში, რომ ამ დავალებას, რომელსაც გაძლევ, იმიტომ არ გაძლევ, რომ მომიტანო, იმიტომ გაძლევ, რომ შენ გაიაზრო, ხო? ანუ პროცესი მნიშვნელოვანია და ეს მომიტანე არ მომიტანე მესამე ხარისხოვანია რა. და მაგ შემოდის ეგ ამბავი, რომ აბსოლუტურად ბავშვების აბსოლუტურად უმრავლესობამ წინასწარ არის ის ანუ მიზანი ხო ხდება მიზანი რატომ ხდება ეს სასწავლო პროცესში რაშიც მონაწილეობს რატომ მონაწილეობს ვერ იგებს და ესეც ხო ერთ-ერთი მნიშვნელოვანია რომ მასწავლებელმა თავიდანვე უთხრას რომ აი ჩვენი მიზანი არის ეს და მთელი პროცესი ეფუძნება აი ამ მიზნის მიღწევას და მე ბავშვი ხდება ანუ პროცესი და მიზანი შორის კავშირს იჭერს მარტივად რა ხო ნუ სწორი შეფასების კრიტერიუმებით და ეგეთი რაღაცებით ხო 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 მეც გეთანხმებით რომ აი ბრძოლა ChatGPT-თან აი ხარისხის კრიპტთან ბრძოლა არის და თუ როგორც ერთ-ერთ რესურსთან ძალიან საინტერესო რესურსია ძალიან კარგია და როგორც მასწავლებელი თუ იყენებ და გამოგიყენებინა მე კი აი რა მიმართულებით იყენებ ხოლმე მე ვიყენებ შემდეგნაირად ნახეთ ჩვენ რადგან შესაძლოა გვაქვს სკოლაში პროექტორი თქვა დავკავშირებ და ინტერნეტი გვაქვს და ფუფუნება გვაქვს საკუთარ პროცესში ანუ რადგან მაქვს ჩამოტვირთული და ვეკონტაქტები ხოლმე ახალი საკითხი დაანონსება როცა ხდება და თქვა რაღაცაზე გვინდა რომ დავიწყოთ დისკუსია ChatGPT-საც ვუსვავთ რაღაცა ისეთი ტიპის შეკითხვას რომელიც მოგცემს საფუძველს რომ მე ამას დისკუსია ანუ რაღაცაზე ვეკითხებით თქვა ისეთ ან დეკლარატიული ტიპის ინფორმაციას მოგვაწვდის ხოლმე თქვა რატომ ქვია რაღაცას რამ ან ეს რატომ მოხდა გვეტყვის და მე იმაზე იქნება დისკუსია რა დაახლოებით მასე ვიყენებ კარგი საშუალება იმისთვის რომ მაგალითად Google-ი ჩაანაცვლო რა როცა Google-ში რაღაცა ინფორმაციას ეძებ არის ძალიან ბევრი და ამ დროს ეკითხები და ზუსტად იმას გეუბნება რაც შენთვის მნიშვნელოვანია და დამაზუსტებელ კითხვასაც რო გასმევინებს ძალიან საინტერესოა შენს ხო იყენებდი ძალიან რესურსებს მე ვიყენებდი მე შორის გამოვიყენე რამოდენიმეჯერ აი დავალების გასაკეთებლად მან იდეა მინდოდა დაახლოებით როგორი დავალება მინდოდა მომეფიქრებინა და უბრალოდ ტექნიკურად უბრალოდ დამეხმარა შეიძლება თქვათ მე რომ გამეკეთებინა ხელით ჩემი რესურსი დამჭირდებოდა 1 საათი და ამან გამიკეთა 2 წუთში. ზუსტად, კი. ტესტების შეგიძლია ტესტებზეც უთხრა და გაგიკეთებს. კი, ღია კითხვები. უბრალოდ გადახედვა უნდა, იმიტომ რომ რაღაც ხშირად აი მაგალითად ერთი დავალება რო ქონდა იდეოლოგიებს გავდიოდით, პოლიტიკურ იდეოლოგიებს და ანუ ეგეთი რაღაც სახალისოსავეთ გაკეთებინა რომ რაღაც სპიჩი იყო იდეოლოგიის და გამოგვეცნო აბა რომელი იდეოლოგიის მატარებელია ეს ადამიანი ამ სპიჩს ლაპარაკობს. აბიტურიენტებსაც პრინციპში შეუძლიათ ChatGPT-ის გამოყენება სასარგებლოდ რო დაფიქრდე რა ძალიან თან ხო? იმიტომ რომ ახლა მაგალითად რესურსებთან მიმართებაში ხშირად ვეკითხები რომ რა ხრივ უკეთესი იქნება სწავლა ტესტის დაწერაშთანაც მე თვითონაც ვიყენებ რაღაც კითხვები დამისვას და თუ კარგი მიმართულებით გამოიყენებ საკმაოდ კარგი საშუალებაა. კი, კარგია. ჩემი აზრითაც. ძალიან კარგია.
ბრძოლას აზრი არა აქვს ისე რანუ ვერ გააუქმებ ეხლა ვერ გააკრობ და აი როგორც თავიდან ეხლა ეს კია დღეს გამოწვევა მე მაგას ვხვდები ხოლმე რომ ასე ეს ChatGPT გააზარმათა ჩვენ ანუ აზრი არ აქვს მაგასთან ჭირდება ჯობია ChatGPT-სანაც თანამშრომლობა ჯობია ხო თანამშრომლობის სწავლება არის ყველა ანუ გაუქმებას არც უნდა ვამბობდეთ იმიტომ რომ რაც რაღაცას კარგი მხარე აქვს მოგვარებად მის გაუქმებას და აკრძალოს არ გაქრობა არანაირად არის სხვათა შორის მე მახსოვს რომ ეხლა კია დღესაც ChatGPT ჩვენი თქვა ცხოვრების ნორმად ქცეული მოვლენა მაგრამ ჩემს მოსწავლის პერიოდში კომპიუტერი შემოდიოდა ახლად აი მაგალითად Word-ში რაღაცის დაბეჭდვა და მე მახსოვს იყო სერიოზული პოლემიკა მაგრამ Word-იო და კომპიუტერი ან Microsoft Word-ის პროგრამაზე ვიძახი რა Word-ი და კომპიუტერი გააზარმაცებს მოსწავლეს რომ დააკარგვინებს წერის უნარს ვინმე აღარ წერს ხელით ყველა ბეჭდავს ეს თაობა დაკარგულია აღარ ეცოდნება წერა მარტო ბეჭდვა ეცოდნება და ანუ იქაც იგეთი პოლემიკა იყო ამ სიახლის მიმართ მაგრამ საბოლოო ჯამში ხო წერა არ დაგვაუწყდა მაგრამ ეგეც ინსტრუმენტი გახდა რომ რაღაცეები გაგვეკეთებინა უფრო სწრაფად, უფრო მარტივად და უფრო ეფექტურად ხო. ყოველთვის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა და პრობლემა ჩემი დაკვირვებით არის ის რომ თლად რაც სინამდვილეში რომ შეხედო იფიქრებ რანაირადაა პრობლემა რომ რეალურად სადაც თქვა განათლების ზოგადი განათლების მიზანი რა არის კარგად გააზრება არ ხდება იმიტომ რომ აი ხო მიზანი არის ის რომ ბავშვმა აზროვნების უნარი გამოიმუშაოს, ანუ აზროვნება შეძლოს და ჰქონდეს რაღაცა ფუნქციური უნარები, ხო? და ეს მიზანი თუ ვიცი რომ ნათელია, მე ლოგიკურია რომ შესაბამისად თელ პროცესს ვაფუძნებ სწორად რა და ეს თუ გააზრებული არ მაქვს კარგად გასიხორცებული რა, გასიგრძეგანებული და ისე თუ მაქვს უბრალოდ რომ რაღაცა უბრალოდ უნდა ისწავლოს ბავშვმა რაღაც უნდა დაიმახსოვროს ან ლამაზად უნდა დაწეროს ეგ თუ იქცევა მიზნად ხო რა თქმა უნდა მაშინ ყველა სიახლეს ვებრძვი ყველაფერს აბსოლუტურად რაც ამ ჩემს არასწორ მიზანში მიშლის ხელს რა ეგ ამბავია აი მარიამ აი მაინტერესებდა აბიტურიენტების ცხოვრებაზე გვაქვს მაინც დღეს აქცენტი და აი რამდენად ეხმარება და აქვს თუ არა მნიშვნელობა მაგალითად არაფორმალურ განათლებას თუნდაც მაგალითად დროს იმისა რომ უყურო ფილმებს თქვათ იარო თეატრში ან კინოთეატრში რაღაც პოდკასტებს უსმინო ანუ რამდენად იყენებენ ამას აბიტურიენტები ან თუ არ იყენებენ რის გამო არ იყენებენ დრო არ აქვს თუ არ აქვს მნიშვნელობა ზოგადად ეგეთ განცდა არ იყენებენ ალბათ იმიტომ რომ შეიძლება იყოს ინტერესის ნაკლებობაც მაგრამ მაინც ძირითადად დროც არ აქვთ ამისთვის და თითქოს მათი ცხოვრება მხოლოდ ამ ერთი გამოცდის ირგვლივ ტრიალებს. რეალურად ეს გაცილებით უფრო კარგი დამხმარე საშუალებაა თუნდაც წიგნების კითხვა, თუნდაც ფილმის ყურება, იმიტომ რომ რაღაცის გააზრებაში გეხმარება და თითქოს აი მაგალითად წიგნის მაგალითზე, წიგნი შეიძლება იყოს კარგი მოსაუბრე შენთვის, იმიტომ რომ დღეს რთულია მაგალითად იპოვო კარგი მოსაუბრე, რომელსაც გაუზიარებ შენს აზრს, ხო? და როცა წიგნს კითხულობ, შეიძლება წინააღმდეგობაში მოდიხარ საკუთარ თავთან და იაზრებ თან მნიშვნელოვანია ის რომ შენს ირგვლივ ამ დროს არავინ არაა და რეალურად შეიძლება დამოუკიდებლად ზუსტად ისე გამოხატო ემოცია როგორც ამას შენი თავი მოითხოვს ამიტომ რეალურად უფრო განვითარებისკენა ეს ყველაფერი ვიდრე მაგალითად ეროვნულებზე კონცენტრირება და ამ საგნების დაზაპირება ამიტომ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ნაწილი უნდა იყოს. კი, მაგრამ ვიღაცა ვკითხოს, აი, კი, კარგია მართალი ხმა, მაგრამ მოდი ეს წელი ეროვნულებისთვის არ მჭირდება ეს ყველაფერი და მართალი იქნება? რეალურად ეროვნულების მიზანი თუ არის უბრალოდ ეროვნულობის ჩაბარება, ანუ ამ დროს უფრო მეტად ისტრესები რა და შეგიძლია ეს განტვირთვის საშუალებათაც აქციო და უფრო მეტად გაიმარტივო ამ ხრივაც საქმე. თუნდაც ჩაბარების მხრივ ძალიან კარგად შეიძლება გამოიყენო წიგნიც ან ფილმიც პარალელად, ხო? ანუ აზროვნების უნარს უფრო მეტად გივითარებს და ამ პროცესშიც გეხმარება და ამას პლუს ისეთ უნარებსაც გივითარებს, რაც შემდეგ გამოგადგება ცხოვრებაში. მე ხო აბიტურიენტი იმისთვის არ ხვდები, რომ ამით ჩემი ცხოვრება არ მთავრდება და პირიქით ხო, ახალ ეტაპზე გადასვლა და ეს გადასვლის და სხვა ეტაპზე. უნარების განვითარებაშიც გეხმარება. კი, წიგნი და ფილმი მაგარია, ფიქრში გაგდებს ხო, ან გაეძლებს რაღაცნაირად რომ იფიქრო და ფიქრდე, გაიაზრო და ანუ ეს რთული აზროვნების რთული მტკივნეული პროცესში ხელს გიწყობს, ხელს გიწყობს. ხო, არა, მე იმიტომ გამიშთა ეკითხა, რომ ეხლა მეც მაქვს შეხება აბიტურიენტებთან, ბავშვებთან და აი იშვიათად აქვთ დრო, რომ ბავშვებს მაგალითად რავი, ისე ირნონ პარკში. პირობითად წავიდნენ ერთად კინოთეატრში. რაღაცა დრო ანდონ ზირ და აი ძალიან ისეთი ორგანიზებული მშრომელი ყოველდღიურობა ორგანიზებული ქაოსია ორგანიზებული ქაოსი ხო თუნდაც კარგი ის არის რომ აი მუდმივად აი ამ რუტინაში და სარბენ ბილიგზე არიან თითქოს რა რომ ეს
ძირითადად სტრესი არაძლევს. ხო, და ალბათ მოზარდის ჯანმრთელობის ფსიქიკის არ უნდა იყოს თლად. თან სტრესზე ახლა ეს დევიდ ლინჩი გარდაიცვალა და აქტუალურია დიდი რეჟისორი და ეგ ამბობდა ძალიან რა, ანუ ეს მითი, რომ თქვა სტრესი პირიქით ხელს გიწყობს, თქვა რომ უფრო შემოქმედებით იყო პირიქით აანგრევს რა თქმა უნდა ადამიანს და ეს სტრესი რაზეც მარიამი საუბრობს, რომ თქვა A პუნქტიდან B პუნქტამდე უნდა მიხვიდე, შემდეგ ვიღაცასთან მიხვიდე, მე საღამოს სახლში დაბრუნდე, სადღაც გზაში ჭამო რაღაც სწრაფად მიირთვა, საერთოდ არაფერზე არ იფიქრო. ყველა უკმაყოფილოა შენი. ხო და ეს სწავლის და შემეცნების პროცესი ხო აზროვნებასთან, გააზრებასთან ასოცირდება გინდა თუ არ გინდა, მაინც ხო ყველა ვარიანტი ეს სტრესი ხელს ხო გიშლის ამ ყველაფერში, სინამდვილეში, ანუ მიზნის მიღწევაში ხო ხელს გიშლის ძალიან რა. და პირიქით პრაგმატულადაც მე მგონი სწორია რომ მეტი დრო გქონდეს რომ თქვა უფრო მეტი დრო უნდა გქონდეს აბიტურიენტს რომ ისე ირნოს კინოთეატრში წავიდეს წიგნი წაიკითხოს მეგობარი ნახოს ვიდრე მერვე კლასელს მე მგონი იმიტომ რომ მაგ დროს უფრო მეტად გჭირდება რომ სტრესისგან გათავისუფლდე რა და ეგ ხელშემწყობი რაცაა ის უნდა გამოიყენო პრაგმატულადაც ძალიან გამართლებულია რა ეგ ამბავი ჩემი აზრით კიდე შეიძლება ის იყოს რომ ანუ დროს ვერ ანაწილებს სწორად ან იმას გულისხმობ რომ მაგალითად კი აი როცა სკოლა გიმთავრდება და თქვა 7-ზე გაქვს სამეცნიერო იქამდე გაქვს ძალიან დიდი დრო ხო და ამ დროს რო შესთავაზო ვინმეს რომ მაგალითად სასეირნოდ გავიდეთ გეტყვის რომ იცი რამე 7-ზე სამეცნიერო მაქვს და ძალიან ისეთ რაღაცებში ხარჯავ დროს 4 საათი ფორი აქვს რომ 4 საათის შემდეგ სამეცნიერო გაქვს რაღაც რა საინტერესო არის ამდენად თანაბარ პირობებში უწევთ აბიტურიენტებს ერთმანეთთან შეჯიბრება პირობითად თუნდაც თბილისის აბიტურიენტებს, ქალაქების, რაიონების ან სოფლების. ეგაა ყველაზე დიდი პრობლემა. ძირითადად ფინანსური მდგომარეობაც განსაზღვრავს, ხო ვიღაცას შეიძლება არ შეუძლია დამატებით მომზადება, რასაც აკეთებს 90% ვთქვა და შემდეგ აი დამოუკიდებლად რომც გადაწყვიტო რაღაცის გაკეთება, ეს უკვე სხვისი მდგომარეობაც ხელი შემშლელი ხდება შენთვის, იმიტომ რომ ის თითქოს უკეთესად ემზადება, ხო? თან ყველა მიდის ისეთ ასე ვთქვათ რეპეტიტორთან, რომელსაც აქვს უფრო მეტი გამოცდილება, რაღაც კვალიფიკაცია. ეს რეპეტიტორი როგორც წესი არის დიდ ქალაქში, დიდი ქალაქის ცენტრში და ძალიან სასაცილო სისტემა გვაქვს, ხო? გრანტს ძირითადად იღებს ის იმ ოჯახის ბავშვები, რომლებსაც ისედაც მაღალი სოციალურ წრეს წარმოადგენენ. ხო, მაგის სტატისტიკა არსებობს, კი, სტატისტიკა. ყველაზე კარგი შედეგები აქვს პირველ რიგში თბილისის აბიტურიენტებს, თბილისის ცენტრში მცხოვრებს. ცენტრის ხო მე თბილისი, მე მოდის უკვე დიდი ქალაქების ცენტრი, ხო ბათუმი, თქო ქუთაისი, რუსთავი და მე უკვე ბოლოს რაიონები დაბები და სოფლები და მაღალმთელი სოფლები არის ბოლო ადგილში. შედეგია ხო არ ნათელია რომ ვერ უწევს კონკურენციას. ფაქტიურად. უთანასწორობა არის ძირითადი გამოწვევა და პრობლემა განათლებაში, როგორც გლობალურად, ჩემი აზრით, მთლიანად ეროვნულ დონეზე, ისე თვითონ სკოლის შიგნითაც უთანასწორობა. ყოველ შემთხვევაში წარმატება ვუსურვოთ ყველა აბიტურიენტს. განსაკუთრებით მარიამს. მარიამს. და რა ვიცი, ვურჩის რჩევასავით მივცეთ თითო რჩევა რა შეიძლება უთხრათ, რავი, ალბათ ნაკლები ნერვიულო ნაკლები ასე ვთქვათ, სტრესი განიცადონ და დატკბენა პროცესით თუ შეიძლება როგორმე დატკბე ой მარიამ შე ასე თყოდი ჩემი აზრით რაც უფრო ნაკლებად ნერვიულობ მით უფრო კარგად შეგიძლია თუნდაც რაღაც სათვისება და ეს რა თქმა უნდა ხელს უწყობს და არ აღიქვან პირველ რიგში ეს გამოცდა როგორც ცხოვრების დასასრულად და უფრო მეტად გაგიმარტივდება ამით რაღაც გაგიმარტივდება ამდვილად ორიგინალური არ ვიქნები თავისთავად ნაკლები ნერვიულობა ნაკლები სტრესი და ნებისმიერი შედეგის შემთხვევაში ეს არის რაღაცა ეტაპი, გამოცდილება, რომლიდანაც, რა ვიცი, დასკვნები უნდა გავაკეთოთ, იმისათვის რომ უფრო გადვითარდეთ და გაუმჯობესებული ჩვენი თავი ვიპოვოთ. ხვალ და თავარი ჩემეთ რაც არის, რაც არასწორია კონკურენცია თვითონ აი ამ სისტემაში და სფეროში არასწორი სიტყვა მგონია, იმიტომ რომ სინამდვილეში აქ ადამიანები აბიტურიენტები ერთმანეთის კონკურენტი კი არ უნდა იყონ და ისე კი არ უნდა აღიქვავდნენ საკუთარ თავს, არამედ საკუთარი გუშინდელი დღეს უნდა ვაჯობო, დღეს ვაჯობო ხვალ და აი ამ პარადიგმაში თუ გვექნება აზროვნება, ექნებათ მოსწავლეებს თუ აბიტურიენტებს აზროვნება, გაცილებით კარგ შედეგებს დადებენ. სხვას არ უნდა ეჯიბრო, უნდა შეჯიბრო საკუთარ თავს. გაცილებით თვითკმარი იქნები ჩემი აზრით ასეთ შემთხვევაში რა. შედეგსაც უფრო შეამჩნევია. შედეგსაც უკეთესად დადებთ, ხო, ანუ საკუთარ თავს ხო აჯობებ გუშინდელს და ეგაა ძალიან მნიშვნელოვანი. მადლობა მარიამ, საინტერესო საუბრისთვის, გისურვებ წარმატებას და ყველა აბიტურიენტს უსურვებ წარმატებას აი ამ რთულ და მნიშვნელოვან გზაზე. ნახვამდის, მადლობა ყურადღებისთვის.